მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ AI აგენტებზე. ზოგადად რა არის AI აგენტი, როგორ მუშაობს და ასევე გაჩვენებთ AI აგენტის ერთ-ერთ პრაქტიკულ გამოყენებას. AI აგენტსა და უბრალოდ AI-ის chat-ს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. როდესაც ჩვენ ვიყენებთ AI chat-ს, ამ შემთხვევაში AI-ს ვაძლევთ კონკრეტულ პრომპტს და AI გვიბრუნებს პასუხს ამ პრომპტზე. AI აგენტის დანიშნულება არის საერთოდ სხვა. მთავარი განსხვავება არის ის, რომ AI აგენტს შეუძლია დამოუკიდებლად რაღაც განსხვავებული დავალებების შესრულება. აგენტის უკან შეიძლება იდგეს ნებისმიერი AI, თუმცა მე კონკრეტულად კლოდის AI-ს ვიყენებ, შესაბამისად, ჩემი შექმნილი აგენტების უკანაც კლოდი დგას და ცოტა უკეთ რომ ავხსნა, AI აგენტს აქვს კონკრეტული დავალება, აქვს კონკრეტულ ხელსაწყოებზე ცდომა და შეუძლია ამ დავალების შესრულება ამ ხელსაწყოების გამოყენებით ავტონომიურად. კიდევ ერთხელ, რაც ისე მარტივად რომ განსაზღვროთ, ჩვეულებრივი კლოდის ჩატი ეს არის უბრალოდ რაც კონსულტანტი, შენ რაღაც ისე კითხები, ის გიბრუნებს პასუხს, ხოლო AI აგენტი არის კარგი თანამშრომელი, რომელსაც რაღაცას ავალებ და ის ამ დავალებას ასრულებს. სად დამჭირდა მე პირველად AI აგენტის შექმნა და გამოყენება? საქართველოს ბაზარზე არის ესეთი კომპანია, Converti. Converti არის cold email outbound სააგენტო, რომელიც მუშაობს ევროპის და ამერიკის ბაზარზე და დაფუძნებულია ჩემი მეგობრის მიერ. და უკეთ რომ ავხსნა AI აგენტის საჭიროება, მოკლედ მოგიყვებით ეს კომპანია რას აკეთებს. ეს კომპანია მუშაობს B2B გაყიდვებზე. პოულობს კლიენტებს ამერიკასა და ევროპაში და შემდეგ მათთვის აწყობს email კამპანიებს. რას მოიაზრებს email კამპანია? Email კამპანია მოიაზრებს კომპანიების ლისტის აწყობას. ეს კომპანიები არიან პოტენციური მყიდველები იმ სერვისის, რომელსაც ყიდის Converti-ის კლიენტი კომპანია. მაგალითისთვის, კომპანიას ყავდა ერთ-ერთი ესეთი კლიენტი, ექსპერტი. ეს კომპანია ეძებდა ისეთ კომპანიებს, რომლებიც ყიდნენ მათ პროდუქტებს Amazon-ზე. ამ კომპანიას ჰქონდა რაღაც ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო, რომელიც ეხმარებოდა მათ კლიენტებს Amazon-ზე keyword-ების ოპტიმიზაციაში. და ასე შემდეგ ამაზე ხმად არ ვისაუბრებ. კომპანიების მოძიების შემდეგ, ამ კომპანიების ლისტის შექმნის შემდეგ, Converti პოულობს ამ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს, ისეთ ადამიანებს, ვინც არიან ეგრეთ წოდებული decision maker-ები, ანუ ადამიანები, ვინც იღებენ ამ კომპანიებში გადაწყვეტილებას და უგზავნის მათ email-ებს ექსპერტის შეთავაზებით. ყოველდღიურად Converti გზავნის 1000-ობით და 10000-ობით email-ს და თვითონ Converti-ც იგივე გზით პოულობს კლიენტებს, რასაც სთავაზობს მის კლიენტებს. წარმოგიდგენიათ ალბათ, დღეში 1000-ობით გაგზავნილ email-ზე რამდენი პასუხი შემოდის და შემდეგ ამ ყველა პასუხს სჭირდება დროულად პასუხის გაცემა. რადგან ამ კონკრეტულ მიმართულებაში და ზოგადად გაყიდვებშიც საჭირო არის, რომ კლიენტს დროულად ვუპასუხოთ. email-ის წაკითხვის შემდეგ კლიენტი დაინტერესებული თუ არის, ეს დაინტერესება საკმაოდ ცოტა დრო გრძელდება, თუ მას პასუხს 2 და 3 დღის შემდეგ დაუბრუნებთ, უბრალოდ დაკარგავს კლიენტი ინტერესს, აღარ ემახსოვრება ჩვენ შესახებ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურ კლიენტს დროულად ვუპასუხოთ. ზუსტად აქ დაგვჭირდა AI აგენტის დახმარება. ამოცანა იყო შემდეგი, AI აგენტს დროულად დაებრუნებინა პასუხი პოტენციურად დაინტერესებული კლიენტებისთვის და ეს პასუხი ყოფილიყო ზუსტი. აქვე გაჩვენებთ მოკლედ კიდევ ერთხელ რას აკეთებს რეალურად AI აგენტი. მარცხენა მხარეს გვაქვს user input-ი, ანუ რაღაც ქმედება განხორციელდა. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო დაინტერესებული პირისგან email-ზე პასუხის დაბრუნება. შუაში რაც ხდება, ამაზე ვისაუბრებ უკვე ცოტა მოგვიანებით ვიდეოში. შემდეგ ამ ინფორმაციას ამუშავებს ხელოვნური ინტელექტი ავტომატურ რეჟიმში და ხელოვნურმა ინტელექტმა იცის, რა პასუხი უნდა დააბრუნოს, ამ პასუხს აგენერირებს და შემდეგ უკვე უგზავნის კლიენტს. თუ როგორ ხდება ეს და რა ეტაპებს გადის ხელოვნური ინტელექტი პასუხის გაგზავნამდე, ამ ყველაფერს ახლავე გაჩვენებთ. პირველ რიგში იგზავნება email-ები დაინტერესებულ პირებთან, მას შემდეგ რაც რომელიმე მათგანი დაგვიბრუნებს პასუხს, ამ მომენტში ტრიგერდება ჩვენი AI აგენტი. AI აგენტი აგენერირებს პასუხს ამ email-ზე
გვიგზავნის Slack-ში და თუ დავაეპრუვებთ, უკვე ავტომატურ რეჟიმში გზავნის ამ email-ს კლიენტთან. როგორ ხდება ეს ყველაფერი? პირველ რიგში ავაწყო backend-ი, რომელიც ამ ინფორმაციას შეინახავდა, დააკლასიფიცირებდა და ასე შემდეგ. ჩვენი backend-ი ინფორმაციას იღებს email Python-დან, ეს არის ესეთი ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ email კამპანიების სამართავად. აქედან იგზავნება ყველა email-ი და აქ შემოდის ყველა email-ზე პასუხი. ამის შემდეგ პოტენციურად დაინტერესებული კლიენტებისგან მიღებული email-ები იგზავნება Clay-ში. Clay-ზეც ალბათ მომავალ ვიდეოში ვისაუბრებთ. Clay-ში გვაქვს ზოგადად დაწყობილი მთლიანი lead list-ები, ანუ Clay-ში გვაქვს კომპანიის შესახებ ინფორმაცია, პოტენციურად დაინტერესებული პირის შესახებ ინფორმაცია და აქედან ეს ინფორმაცია იგზავნება უკვე ჩვენს AI აგენტთან, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პოზიტიური პასუხის შემთხვევაში სრული ინფორმაცია, რომელიც ამ კომპანიაზე და ამ კლიენტზე გვაქვს, ეს ინფორმაცია იგზავნება უკვე ჩვენს AI აგენტს და ეს არის ჩვენი ტრიგერი. შემდეგ AI აგენტს აქვს ინფორმაცია ჩვენი პოტენციური კლიენტის შესახებ. გარდა ამისა, წინასწარ ჩვენ AI აგენტისთვის მიცემული გვაქვს ჩვენ კლიენტის შესახებ ინფორმაცია. ანუ ექსპერტი, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენე. პატარა markdown ფაილი გვაქვს შექმნილი და აქ არის აღწერილი ჩვენმა AI აგენტმა როგორ უნდა დააგენერიროს პასუხი იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი პოტენციური კონვერჟენის პროცენტულობა. ასევე ამ markdown ფაილში წერია, როგორ გადალახოს AI აგენტმა პოტენციური ბლოკერები, რაც შეიძლება რომ კლიენტს კონდეს, მაგალითად კლიენტმა შეიძლება მოიწეროს, რომ არ მაქვს საკმარისი ბიუჯეტი, ან ეხლა არ მცალია სხვა დროს დამიკავშირდით და ასე შემდეგ. AI აგენტი ამასთანავე უგზავნის ჩვენს კალენდრის ლინკს, სადაც შეუძლია პოტენციურად დაინტერესებულ პირს რომ ჩანიშნოს შეხვედრა, ანუ ამ იმეილების საბოლოო მიზანი არის, რომ კლიენტი შემოვიყვანოთ ჩვენს კლიენტთან შეხვედრაზე, სადაც უკვე ისინი აუხსნიან, როგორ მუშაობს მათი პლატფორმა და უკვე call-ზე შეძლებენ რომ დახურონ ეს კლიენტი. როგორც ხედავთ, ამ ფაილში არის ეს objection-ები განხილული, ასევე განხილულია სხვადასხვა პოტენციური შეკითხვები, რასაც ჩვენ დაკვირვებით კლიენტები იწერებიან ხოლმე და ასევე აღწერილი არის როგორ უპასუხოს, რა მეტრიკები გამოიყენოს, რა არ მიწეროს, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კლიენტი ახსენებს, რომ მაგალითად ვიყენებთ უკვე მსგავს პროდუქტს, ამაზე პასუხი რა უნდა იყოს ჩვენი მხრიდან და ასე შემდეგ. ამას რა თქმა უნდა ჩვენს კლიენტთან, ანუ კონვერტის კლიენტთან ერთად გავდივართ და ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, რომ ეს ინფორმაცია გქონდეს და ასევე ყველა პერსონისთვის განსხვავებული იმეილები ეწერება. მაგალითად აქ წერია, რომ CEO-ებზე და ფაუნდერებზე დაკონცენტრირდე იმაზე, რომ შესაძლებელია ბიზნესის სკეილინგი დამატებითი ოპერაციული ხარჯის გარეშე e-commerce მენეჯერებისთვის ფოკუსირდი ოპერაციულ ეფექტურობაზე და დროის დაზოგვაზე და ასე შემდეგ. ეს კომპანია ძირითადად ოპერირებს გერმანულ და ამერიკულ მარკეტებზე, შესაბამისად აქ ყველაფერი არის ორ ენაზე, ინგლისურად და გერმანულად და ეს არის ასე ვთქვათ ამომავალი წერტილი ჩვენი AI აგენტისთვის, თუ როგორ შეადგინოს პასუხები. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ჩვენი AI აგენტი აგენერირებს პასუხს და ამ პასუხს გვიგზავნის Slack-ზე. Slack-ში შემოდის დაახლოებით მსგავსი ტიპის მესიჯი, აქ არის სრული ინფორმაცია კლიენტის შესახებ, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც ჩვენ გვჭირდება და აქ ქვემოთ უკვე ვხედავთ AI აგენტის მიერ დაგენერირებულ პასუხს. რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ? შეგვიძლია დავეფრუოთ და გავგზავნოთ პირდაპირ. შეგვიძლია AI-ს ვთხოვოთ, რომ უბრალოდ ჩვენს AI აგენტს ვთხოვოთ, რომ ეს პასუხი ახლიდან დაგვიწეროს, ან უბრალოდ დავარეჯექტოთ. ასევე შეგვიძლია ამ ყველაფრის დაედიტება, ანუ კონკრეტულად რაღაც ნაწილის ჩასწორება email-ში. მას შემდეგ, რაც დავაედიტებთ ამ პასუხს, შეგვიძლია ეს პასუხი გავგზავნოთ და აქ ხდება კიდევ ერთი დამატებით საინტერესო რაღაც. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გავგზავნით email-ს Slack-იდან, ეს იმეილები ინახება ჩვენს აპლიკაციაში იმისათვის, რომ ჩვენმა AI აგენტმა ნელ-ნელა ისწავლოს
როგორ გააგზავნოს პასუხები, ანუ როგორი პასუხები არის მისაღები. რაც ნიშნავს იმას, რომ თავდაპირველად თუ ჩვენი AI აგენტი არც ისე კარგ პასუხებს არ აგენერირებს, დროთა განმავლობაში ის განვითარდება, ისწავლის კონკრეტული კომპანიისთვის ან კონკრეტული პოზიციის ადამიანს როგორ მიწეროს. საკმაოდ კომპლექსური აგენტია ჩემი გადმოსახედიდან, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ბევრი რაღაც ხდება, ანუ ტექნიკურად და შესაქმნელად შეიძლება არ იყოს ძალიან რთული, თითქოს მარტივად იმეილებზე აგენერირებს პასუხს, თუმცა როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი რაღაც არის ჩართული ამ პასუხის დაგენერირებაში. ასევე მოწმდება ჩვენი კლიენტის, ანუ კონვერტის კლიენტის დატვირთულობა, ანუ რომელ საათებში სცალია მას, რომ call-ი ჩანიშნოს, ამ დროებს ყოველთვის უყურებს AI აგენტი და კონკრეტულად თავისუფალ დროებს თავაზობს ჩვენს პოტენციურ კლიენტს call-ი შესანიშნად, ასე რომ, საკმაოდ ბევრი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი აქვს ამ AI აგენტს. ანუ კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ჩვენს AI აგენტს წვდომა აქვს inbox-ზე, წვდომა აქვს კალენდრიზე, სადაც ნახულობს თავისუფალ დროებს, წვდომა აქვს ჩვენს Slack-ზე და ამ ხელსაწყოების გამოყენებით აგენერირებს იმეილებზე პასუხებს ავტონომიურად. რა პრობლემას აგვარებს ეს AI აგენტი? დასაწყისში უკვე ვახსენე, რომ შესაძლებლობას გვაძლევს დროულად ვუპასუხოთ პოტენციურ კლიენტს, ეს ერთი. მეორე, ზოგავს ძალიან დიდ დროს, რადგან მანამდე ამ ყველს აკეთება გვიწევდა ხელით. წარმოიდგინეთ, უნდა გვენახა ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია, გადაგვეხედა ამ ყველაფრისთვის. გვენახა ეს ადამიანი რომელ პოზიციაზე იყო და განსაზღვრულიყო რა მიმართულება შეიძლება აინტერესებდეს ამ კლიენტს და რისი დაზოგვა უნდა, ანუ რა პრობლემის გადაჭრა სურს მის კომპანიაში, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა. ასევე კიდევ ერთი პრობლემა რაც არის, ეს ჩვენი კლიენტი კომპანია ექსპერტი არის გერმანული სტარტაპი და დროში არის საკმაოდ დიდი სხვაობა, ანუ 6 საათიდან 8 საათამდე სხვაობა არის გერმანიასა და ამერიკაში, ანუ როდესაც გერმანიაში თავდება სამუშაო დღე, ამ პერიოდში იწყება ამერიკაში სამუშაო დღე. შესაბამისად, ეს AI აგენტიც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ დროულად ვუპასუხოთ და არ იყოს ერთდღიანი დაგვიანებები პასუხებზე. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, რომ AI აგენტი საქართველოში ძალიან ბევრ კომპანიას შეუძლია, რომ დაეხმაროს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ბიზნესს სჭირდება AI აგენტი, შეგიძლიათ შემეხმიანოთ და მე და ჩემი გუნდი შევძლებთ, რომ აგიწყოთ მსგავსი ტიპის ავტომატიზაციები და AI აგენტები. ასევე თუ დაინტერესებული ხართ AI აგენტების შექმნით, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემ ვებსაიტზე და შეიძინოთ კურსი. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, მადლობა რომ იყურებთ და შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით.